ბრძანებს წმინდა წერილი მრავალნი საფლავნი გაიხსნეს და მიცვალებულნი ამოვიდნენ, ხოლო მისი აღდგომის შემდგომ მრავალთა იხილენ ამდგარი მიცვალებულებიო. ქრისტეს ჯვარცმა და მისი აღსრულებამ ჯვარზე ეს არის სამყაროსეული მოვლენა, ძვირფასო, ძმანო და დანო, რომელმაც განაახლა მთელი კაცობრიობა, ცოცხალი და მიცვალებული. განაახლა მიცვალებული ქრისტეს ჯოჯოხეთად შთასვლით და ჯოჯოხეთის წარტყვენვით. შემუსვრით ბჭეთა ჯოჯოხეთისათა. ცოცხალნი განაახლა ქრისტეს გვერდისაგან გამოსრულმა წმინდა სისხლმა და წყალმა, როგორც სახემ და ჩვენთვის მონიჭებულმა განმაახლებელმა და მაცხოვნებელმა წყარომ. რამე თუ ვინათლებით წყალში ხდება ჩვენი განახლება, ბუნებისა განწმენდა, ცოდვებისაგან და ახლად შობა სულიწმინდის მადლით. ქრისტეს სისხლსა და ხორცს თანავეზიარებით მისატევებლად ცოდვათა და წინდად მარადიული ცხოვრებისა. და ამიტომაც ბრძანებს მოციქული პავლე, რომ სიქადული ჩემი ქრისტეს ჯვარი არის. ჯვარი ქრისტესი აღმადგინებელი კაცობრიობისა, აღმადგინებელი ადამისა, რამე თუ ქრისტემ ჯვარზე განირთხა თავისი ხელნი და ამით მიტევება მიეცა ადამს, რომელმაც ხელი გაიშვირა ხისკენ, სიკეთისა და ბოროტების შეცნობისა და დაარღვია ცნება უფლისა. მაცხოვრის წმინდა ფეხები მიეჭვალა ჯვარს და ამით ჩვენი მამათმთავრების ადამისა და ევას ფერხთა სრბოლა ამ ხისაკენ იქნა მიტევებული. და სიკვდილი და ხრწნილება, რომელიც შემოვიდა დაცემასთან და ცოდვასთან ერთად, ქრისტემ საკუთარ თავშივე, საკუთარ ხორცში დაამარცხა და ჩვენ მოგვანიჭა მადლით განმხტობის საშუალება. და ამგვარად ძვირფასო ძმანო და თანო, ჩვენ განახლებულები ვართ და განახლებულები ვეგებებით ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს
და ველოდებით მის დიდებით მეორედ მოსვლას, რომელიც უცილობლივ აღესრულება, მანამდე კი ჩვენ თავადაც ვემზადებით ქრისტესთან შეხვედრისათვის. იმ ჟამს, როდესაც დაუტოვებთ ამ წუთის სოფელს და ინებოს მოწყალე ღმერთმა, რომ ცხოველმყოფელი ჯვრის მადლით განინდევნოს ყოველივე ეჭვი, საცდური ჩვენგან და ჩვენ მთელი ცხოვრების მანძილზე ვიყვეთ ქრისტეს ჯვრის მტვირთველები, მის ჯვართან გვერდში მყოფები და მასთან ერთად ცხოვრებნი ამ წუთის სოფელშიც და მერმის მარადიულ სამყოფელში. ამინ. ჩვენთან არს ღმერთი.